ოლიმპიადა. თეორიულად სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. თუმცა ეს მხოლოდ თეორიულად. პრაქტიკაში კი ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. რაც უფრო დიდი მასშტაბის არის სპორტული ღონისძიება, მით უფრო მჭიდროდ უკავშირდება იგი პოლიტიკას. ეს ყველაზე უკეთ ოლიმპიური თამაშების მაგალითზე ჩანს. იგი ისეა გადაჯაჭვული პოლიტიკასთან, რომ ხშირად ძნელია გაარჩიოს სად იწყება სპორტი და სად მთავრდება პოლიტიკა. ოლიმპიადა იმდენად მასობრივი სანახაობაა, რომ პოლიტიკოსები მას ხშირად საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული ოლიმპიადა მშვიდობას, თანასწორობას და სამართლიანობას გადაგებს. სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად ოლიმპიურ ქარტიასაც. თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით სპორტული თამაშები ზოგჯერ ისეთ ქვეყნებში ტარდება, რომელთა პოლიტიკური სისტემაც შორს დგას ოლიმპიური ქარტიისგან. ოლიმპიზმის ისტორიაში იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც უდიდესი სპორტული ღონისძიების მასპინძლობა მკვეთრად გამოხატული არადემოკრატიული რეჟიმების მქონე სახელმწიფოებს ერგოთ. 1936 წლის ოლიმპიადა ნაცისტურ გერმანიაში გაიმართა. 1980 წელს კი სპორტული ფორუმი კომუნისტურმა სისტემამ მიიღო. 2014 წელს ოლიმპიური თამაშები რუსეთში უნდა ჩატარდეს, ქვეყანაში, რომელიც თავისი აგრესიული პოლიტიკით საოცრად წააგავს მე-20 საუკუნის ტოტალიტარულ რეჟიმს. (1936 წლის 1 აგვისტოს ბერლინში ოლიმპია სტადიონზე 100,000 მაყურებელთან დასწრებით მე-11 ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე საზეიმო სიტყვა გერმანიის რაიხსკანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა წარმოსთქვა. 1936 წელს ჰიტლერს და ნაცისტურ რეჟიმს ჯერ კიდევ არ აღიქვამდნენ როგორც კაცობრიობის მტერს. მართალია ჰიტლერის პარტიას მთავრობაში მოსვლისთანავე ემჩნეოდა, რომ იგი აგრესიულ პოლიტიკას გაატარებდა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ნაცისტები არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება იყო. ამიტომ ჰიტლერის მიერ გერმანიაში დემოკრატიული სისტემის მგრევას და რასობრივი დისკრიმინაციის კამპანიას მსოფლიო თანამეგობრობა გერმანიის საშინაო საქმეთ აღიქვამდა და მხოლოდ მსუბუქი კრიტიკით პასუხობდა. საერთაშორისო საზოგადოება ვერც კი აცნობიერებდა, რომ გერმანიაში ოლიმპიადის ჩატარება მხოლოდ წაახალისებდა ნაცისტთა დანაშაულებრივ რეჟიმს. მე-11 ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება ბერლინმა 1921 წლის 13 მაისს მოიპოვა. მაშინ, როდესაც ნაცისტები ჯერ კიდევ არ იყვნენ ქვეყნის სათავეში. ოლიმპიადის მიმართ ჰიტლერის პარტიას საკუთარი დამოკიდებულება ჰქონდა. ფიურერის აზრით, სპორტულ თამაშებზე შავკანიანებსა და ებრაელებს არაფერი ესაქმებოდათ. ოლიმპიადაში მონაწილეობა მხოლოდ თეთრი რასის ათლეტებს უნდა მიეღოთ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიტლერის პარტიას იგივე მოსაზრება დარჩა და ოლიმპიადის გაგონებაც არ სურდა. ნაცისტებს მიაჩნდათ, რომ ოლიმპიადა გერმანიაში ინტერნაციონალიზმისა და კომუნიზმის ბაცილის გავრცელებას გამოიწვევდა. მათთვის შეურაცხმყოფელი იყო იმის დაშვებაც კი, რომ სუფთა არეული სისხლის გერმანელებს საკუთარი უპირატესობა შავკანიანებთან და ებრაელებთან შეჯიბრში უნდა დაემტკიცებინათ. თუმცა დროთა განმავლობაში ნაცისტთა პოზიცია შეიცვალა. ჰიტლერი მიხვდა, რომ ოლიმპიადა მას საშუალებას აძლევდა ფაშიზმის საუკეთესო რაკურსით ეჩვენებინა. სწორი პროპაგანდის წყალობით ჰიტლერს შეეძლო როგორც საკუთარი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება ნაცისტური რეჟიმის მომხიბლელობაში და მშვიდობის მოყვარე ბუნებაში დაერწმუნებინა. გარდა ამისა, ფაშისტები სპორტულ თამაშებს რასობრივი თეორიის დასამტკიცებლადაც იყენებდნენ. ჰიტლერის მოთხოვნით ბერლინის ოლიმპიადა თეთრი რასის ტრიუმფად უნდა ქცეულიყო. ოლიმპიადის მომზადებაში ჩაერთო პროპაგანდის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახური და პოლიცია. ოლიმპიადაზე ტურისტების მოსაზიდად საზღვარგარეთ სპეციალური ემისრების მთელი არმია მუშაობდა. ჰიტლერის რეჟიმი საგულდაგულოდ ფუთავდა ნაციზმის ნამდვილ სახეს.
ოლიმპიადის პერიოდში პოლიციამ ბრძანება მიიღო ქალაქში ჩამოეხსნა ყველა ანტისემიტური წარწერა. დროებით შეიზღუდა ებრაელების საჯარო დევნა. ბერლინის სიახლოვეს აიკრძალა პატიმრების საგზაო სამუშაოებზე გამოყენება. გაზეთებმა მიიღეს დირექტივა თავი შეეკავებინათ რასისტული წერილების გამოქვეყნებისაგან. თუმცა ეს მხოლოდ ფასადური ცვლილებები იყო. რეალურად არაფერი იცვლებოდა. ოლიმპიური სტადიონის პარალელურად ბერლინის მახლობლად საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი შენდებოდა. ოლიმპიადას მასპინძლობდა სახელმწიფო, სადაც იზღუდებოდა ყველა ძირითადი სამოქალაქო უფლება. ეს იყო ქვეყანა, რომელმაც ოლიმპიადამდე 1 წლით ადრე ნიურნბერგის ცნობილი კანონები მიიღო. ამ კანონების მიხედვით ებრაელები უუფლებო ადამიანებად ცხადდებოდნენ. The period of the Olympics, the Nazis didn't stop persecuting. ნაცისტებს არც ოლიმპიადის დროს შეუწყვეტიათ ებრაელების დევნა. თუმცა ყველაფერს უფრო ჩუმად აკეთებდნენ. ამ პერიოდში ებრაელები საჯაროდ არ იდევნებოდა. ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნაცისტებისათვის. ოლიმპიადის ბერლინში ჩატარება ჯერ კიდევ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე გადაწყდა. მაგრამ ნაცისტებისთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა საკუთარი სისტემის დადებითი კუთხით წარმოჩენისათვის. მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს, რათა იმაზე გაცილებით კარგები გამოჩენილიყვნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. ამისათვის დროებით ანტისემიტური პოლიტიკაც კი შეარბილეს. რა თქმა უნდა, ის არ გამქრალა, უბრალოდ ნაკლებად შესამჩნევი გახდა. იმ პერიოდში ახალი ანტიებრაული კანონებიც კი არ გამოსულა. საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი ნაცისტების პოლიტიკის საპასუხოდ ბერლინის ოლიმპიადის ბოიკოტირებას შეეცადა. თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მსოფლიოს მიაჩნდა, რომ გერმანიის მიმდინარე პროცესები მხოლოდ გერმანიის საშინაო პოლიტიკა იყო და არ ერეოდა. ოლიმპიადის გამო ჰიტლერთან ურთიერთობის გაფუჭებას ყველა წამყვანი ქვეყანა ერიდებოდა. მართალია საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვითარების შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი აქტივობა იყო. ინსპექტირებისათვის ბერლინში გაგზავნილი კომისიის დასკვნით, გერმანიაში არსებული გარემო სრულად აკმაყოფილებდა ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს. გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად ბერლინის ოლიმპიადა მაინც ჩატარდა. მასში მონაწილეობა 49 ქვეყანამ და 4000-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. ფაშისტურმა რეჟიმმა, რომელსაც კარგად ეხერხებოდა გრანდიოზული ცერემონიებისა და მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, თამაშებისგან მაქსიმალური პოლიტიკური სარგებელი ნახა. ოლიმპიადაზე 4 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავიდა, რაც მანამდე არსებულ ყველა მაჩვენებელს აღემატებოდა. ნაცისტების ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში საბერძნეთიდან სიმბოლური ოლიმპიური ცეცხლის ჩამოტანის ტრადიციას. პირველად კაცობრიობის ისტორიაში მოხერხდა ოლიმპიური თამაშების ტელევიზიით გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ საერთო ჯამში ყველაზე მეტი 89 მედალი აიღო და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, არეული რასის უპირატესობაზე ნაცისტთა პროპაგანდას ოლიმპიადამ მაინც სერიოზული დარტყმა მიაყენა. მე-11 ოლიმპიური თამაშების აბსოლუტური რეკორდსმენი ამერიკის ნაკრების შავკანიანი მძლეოსანი ჯესი ოუენსი გახდა, რომელმაც ერთბაშად 4 ოქროს მედალი მოიპოვა. $1936 წლის ბერლინის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე უარის თქმით, დასავლეთის დემოკრატიულმა სამყარომ ნაცისტური რეჟიმის შეკავების ეფექტური საშუალება არ გამოიყენა. საერთაშორისო საზოგადოებას ნაცისტთა დანაშაულებრივი პოლიტიკის მიმართ თავიდანვე რომ მკვეთრი რეაქცია გამოეხატა, ამას შესაძლოა ჰიტლერის აგრესიულ პოლიტიკაზე გარკვეული შემაკავებელი ზეგავლენა მოეხდინა და ფიურერისთვის ყოვლის შემძლეობის საშიში ილუზია გაეკრო. მაგრამ ნაცისტური რეჟიმისადმი ლოიალურმა დამოკიდებულებამ კაცობრიობა კატასტროფის პირას მიიყვანა. მსოფლიოს ლიდერები გლობალური დაპირისპირების თავიდან ასაცირებლად ჰიტლერის წინაშე მუდმივ დათმობაზე მიდიოდნენ და მის დაშოშმინებას ცდილობდნენ. ასეთმა პოლიტიკამ საბოლოოდ მიუნხენის ცნობილი გარიგება გამოიწვია, სადაც ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ჰიტლერის პრეტენზიები დააკმაყოფილეს
და გერმანიას ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის ნება მისცეს. ჩეხოსლოვაკიის ბედი ისე გადაწყდა, რომ მის ხელისუფლებას ამ პროცესში მონაწილეობაც კი არ მიუღია. ბენაშის მთავრობის წევრები მიუნხენში შეკრებილ ევროპის დიდ სახელმწიფოთა ლიდერების გადაწყვეტილებას დახურულ კარს მიღმა, მისაღებ ოთახში ელოდნენ. ჩეხოსლოვაკიის პრეცედენტით გათამამებულმა ფაშისტურმა რეჟიმმა კომუნისტურ რუსეთთან შეთანხმებით დამოუკიდებელი პოლონეთის გაყოფა და ამ სახელმწიფოს საერთოდ დაშლაც მოინდომა. რასაც მეორე მსოფლიო ომი, ჰოლოკოსტი და ათეულობით მილიონი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მიუნხენის გარიგების მთავარმა მომხრეებმა, საფრანგეთის ლიდერმა ედუარდ დალადიემ და ბრიტანეთის პრემიერმა ნევილ ჩემბერლენმა კი მყარი მშვიდობის ნაცვლად საფრანგეთის ოკუპაცია და ინგლისის ქალაქების დაბომბვა მიიღეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა, რომ ნაცისტური რეჟიმის დროს ბერლინში ოლიმპიადის ჩატარება შეცდომა იყო და ამ მცდარი გადაწყვეტილების გამო მან საერთაშორისო საზოგადოებას საჯარო ბოდიში მოუხადა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ოლიმპიურ თამაშებს სულ უფრო აქტიურად იყენებდნენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ბრძოლის ძირითადი ფორმა ბოიკოტი გახდა. მართალია ამ გზით შეუძლებელი იყო სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღწევა, მაგრამ იგი საშუალებას იძლეოდა სერიოზული მორალური ზეწოლა განხორციელებულიყო ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაზე. ბოიკოტი ხელს უწყობდა სამოქალაქო აზრის სასურველი კუთხით ფორმირებას, დისკუსიის გააქტიურებას და კონკრეტული პრობლემის გარშემო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი სერიოზული ბოიკოტი 1956 წელს ავსტრალიაში, მელბურნის ოლიმპიადის დროს დაფიქსირდა. თუმცა ეს არ იყო პროტესტი მასპინძელი ქვეყნის მიმართ. მელბურნის ოლიმპიადის დაწყებამდე რამოდენიმე კვირით ადრე საბჭოთა კავშირმა სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშო უნგრელთა სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. კრემლის აგრესიის საპასუხოდ ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა ჰოლანდიამ, ესპანეთმა, ლიხტენშტაინმა და შვეიცარიამ. უნგრეთის ეროვნული ოლიმპიური გუნდი კი უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის დროშის ნაცვლად თამაშებზე დამოუკიდებელი უნგრეთის დროშით გამოვიდა. უნგრეთის სპორტსმენთა ნაწილი თამაშების დასრულების შემდეგ პროტესტის ნიშნად საერთოდ აღარ დაბრუნდა სამშობლოში. ამავე ოლიმპიადაზე სუეცის კრიზისის გამო თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვეს ეგვიპტემ, ერაყმა, ლიბიამ და კამბოჯამ. ბოიკოტი აღინიშნა 1976 წლის მონრეალის თამაშებზეც. აფრიკულმა ქვეყნებმა მოითხოვეს არ დაეშვათ ახალი ზელანდია ოლიმპიადაზე, რადგან ამ ქვეყნის სარაგბო ნაკრებმა აპარტეიდულ სამხრეთ აფრიკაში გამართა შეხვედრები. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს მოთხოვნა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ რაგბი არ იყო ოლიმპიური თამაშების სახეობა. შედეგად 22 აფრიკულმა ქვეყანამ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვა. თუმცა ოლიმპიური თამაშების ყველაზე მასშტაბური ბოიკოტი 1980 წელს მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადის დროს აღინიშნა. ცივი ომის პერიოდში, როდესაც ერთმანეთს დასავლური და საბჭოთა სისტემა უპირისპირდებოდა, ოლიმპიადა მოსკოვისთვის განსაკუთრებულ იდეოლოგიურ მნიშვნელობას იძენდა. ეს იყო პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელსაც სოციალისტური ბანაკის წევრი სახელმწიფო იღებდა. ოლიმპიადა კრემლის სავიზიტო ბარათი უნდა გამხდარიყო, რომელიც კაპიტალისტურ სამყაროს საბჭოთა კავშირის ძლიერებას დაუმტკიცებდა. სპორტული თამაშების მეშვეობით მოსკოვი ცდილობდა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ კომუნისტური საზოგადოება ღია, გახსნილი და მიმზიდველი იყო. ისევე როგორც ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში, საბჭოთა რუსეთშიც ოლიმპიადას მხოლოდ ფასადური მნიშვნელობა ენიჭებოდა. მის ძირითად დანიშნულებას არა სპორტული თამაშები, არამედ აგრესიული კომუნისტური სისტემის გალამაზება და ნაკლოვანებების დამალვა წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირში მთლიანად დარღვეული იყო ოლიმპიური მოძრაობის ყველა ფუძემდებლური პრინციპი. კომუნისტურ სამყაროში სამოქალაქო უფლებები მხოლოდ ქაღალდზე იყო დეკლარირებული და რეალურად არ არსებობდა. სასტიკად იდევნებოდა განსხვავებული აზრი და სიტყვის თავისუფლება.
ჯერ კიდევ მოქმდებდა ციმბირის საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა. საზოგადოება დამონებული და შეშინებული მოქალაქეებისგან შედგებოდა. რუსეთის წითელი იმპერია აკონტროლებდა დედამიწის 1/6-ს და ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე გავლენას მხოლოდ იარაღით ინარჩუნებდა. თავისუფლების გამოვლენებას იგი ყველგან ძალით ახშობდა. საშინაო და საგარეო აგრესია კრემლის ბუნებრივი მდგომარეობა იყო. ასეთ ვითარებაში საბჭოთა კავშირში ოლიმპიური თამაშების გამართვა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით 1974 წელს მოსკოვს სპორტული ღონისძიების ჩატარების უფლება მისცა. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ კრემლის აგრესიულ ბუნებაზე შემაკავებელი გავლენა ვერ იქონია. ოლიმპიადის გამო კომუნისტური სისტემის ბუნება არ შეიცვალა. თამაშების დაწყებამდე 6 თვით ადრე კრემლმა თავისი ჭეშმარიტი სახე მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა. 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირმა ცენტრალურ აზიაში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად ავღანეთში სამხედრო ინტერვენცია წამოიწყო. წითელმა არმიამ მთელი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა, რითაც რეგიონში მრავალწლიან სისხლისღვრას დაუდო სათავე. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის აგრესია გაეროს 104 წევრმა ქვეყანამ დაგმო, გაეროს ეგიდით რაიმე ქმედითი ღონისძიების განხორციელება შეუძლებელი იყო, რადგან საბჭოთა კავშირი ამ ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იყო და დადგენილებების მიღებისას გადამწყვეტი ვეტოს უფლებით სარგებლობდა. დასავლეთის სამყარომ კრემლზე ზემოქმედების ერთ-ერთ ქმედით გზად მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირება აირჩია. ბოიკოტი განიხილებოდა როგორც აგრესიის ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილების საშუალება. ამ აქციას მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეეტანა საბჭოეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის მხილებისა და დისკრედიტაციის პროცესში. ბოიკოტის მთავარი ინიციატორი დიდი ბრიტანეთი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ. 1980 წლის 4 იანვარს ამერიკის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა ოლიმპიადა სხვა ქვეყანაში გადაეტანა. მაგრამ სოკმა ეს წინადადება უარყო. 16 იანვარს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საირუს ვენსმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ თუ საბჭოეთი არ გაიყვანდა ჯარებს ავღანეთიდან, ამერიკა მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტის პროცესს დაიწყებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლმა ეს ულტიმატუმი არ მიიღო. 20 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არ გააგზავნის მოსკოვში თავის ოლიმპიელებს და ყველა ქვეყანას მოუწოდა მხარი დაეჭირა ამ აქციისათვის. ვაშინგტონი ოლიმპიადის ბოიკოტს განიხილავდა როგორც არაძალადობრივ, მშვიდობიან, მაგრამ ამავდროულად ეფექტურ საშუალებად, რომელიც ხელს შეუწყობდა მსოფლიოსა და თვით საბჭოთა მოქალაქეების მიერ ბოროტების იმპერიის რეალური სახის თანახვას. პრეზიდენტ კარტერის ადმინისტრაცია პირდაპირ პარალელს ავლებდა 1936 წლისა და 1980 წლის ოლიმპიადებს შორის. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი დარწმუნებული იყო, რომ ჰიტლერის მსგავსად კრემლიც თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკის შესანიღბად იყენებდა ოლიმპიადას. მოსკოვის ოლიმპიადის მიმართ ბოიკოტს ემხრობოდა ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერი მარგარეტ ტეტჩერი. ეს თამაშები მოემსახურება საბჭოთა მთავრობის პროპაგანდის მოთხოვნილებებს. არ არსებობს ეფექტიანი ნახევარზომა, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ცერემონიების ჩაშლა. მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ არც ჩვენს ეროვნულ და არც ფართო გაგებით დასავლურ ინტერესებს არ შეესაბამება ბრიტანეთის მონაწილეობა მოსკოვის თამაშებში. ოლიმპიადის ჩატარება კომუნისტებისთვის ღირსების საქმე გახდა. მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ დასავლეთის მიერ ორგანიზებული ბოიკოტი უშედეგო იყო. საბჭოეთის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ დასავლური სამყარო სპორტს პოლიტიკასთან ურევდა და ბოიკოტით სპორტსმენთა უფლებებს არღვევდა. თამაშების ორგანიზებისთვის შეიქმნა სპეციალური კომიტეტი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიარდზე მეტი მანეთი გამოიყო. ოლიმპიადაზე არასასრული ექსცესების გამოსარიცხად საბჭოეთმა უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღო. ოლიმპიადის დღეებში მოსკოვში შეიზღუდა მივლინებები.
სარკენ იგზოდა საავტომობილო მოძრაობა. გაუქმეს ექსკურსიები. ქალაქიდან გაასახლეს დისიდენტები, ფსიქიურად არამდგრადი მოქალაქეები, კრიმინალური წარსულის მქონე ელემენტები. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მოსკოვში აღრიცხვაზე მყოფი ყველა კანონიერი ქურდი დაიბარეს, სადაც მინისტრმა პირდაპირ მოსთხოვა ქურდებს ქალაქში წესრიგის უზრუნველყოფა. ჩვეულებრივი მილიციელების გარდა მოსკოვის უსაფრთხოებას დამატებით 15,000 ჩეკისტი იცავდა. ოლიმპიადის დღეებში კომუნისტებმა მოსკოვი სტერილურ ქალაქად გადააქციეს, რომლის ყველა მოქალაქესაც სახეზე ბედნიერი ღიმილი ჰქონდა აღბეჭდილი. ბოიკოტის გამო 1980 წლის 19 ივლისს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალში სულ 81 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. 64-მა სახელმწიფომ ამა თუ იმ ფორმით უარი განაცხადა მოსკოვის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. სპორტულ დელეგაციათა რაოდენობის მხრივ ეს იყო ყველაზე მცირე რიცხვოვანი ოლიმპიადა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. ისევე როგორც ბერლინის ოლიმპიადის დროს მოსკოვის თამაშებზე პირველი გუნდური ადგილი მასპინძლებმა დაიკავეს. თუმცა 1936 წლის ოლიმპიადასთან პარალელი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ორივე ტოტალიტარულმა რეჟიმმა სპორტული ღონისძიება პოლიტიკის რანგში აიყვანა და იგი საკუთარი სისტემის პროპაგანდისთვის გამოიყენა. როგორც ნაცისტური გერმანია, ასევე კომუნისტური რუსეთი ოლიმპიადით манипуლირებდა და პომპეზური სანახაობებით საერთაშორისო საზოგადოების მოხიბულად ცდილობდა. Спортсмены мира, уважаемые гости, товарищи. თუმცა 1936 წელთან შედარებით დემოკრატიულმა სამყარომ აღარ დაუშვა შეცდომა და რუსეთის ტოტალიტარულ რეჟიმზე მორალური ზეწოლა განახორციელა. ნაცისტებისგან განსხვავებით, მოსკოვს აგრძნობინეს, რომ მსოფლიო არ შეურიგდებოდა მის აგრესიულ პოლიტიკას. შესაძლოა ოლიმპიადის ბოიკოტს არ ჰქონდა მყისიერი შედეგი და იგი ერთი შეხედვით მხოლოდ ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღი იყო. მაგრამ მან შეასრულა დასახული ამოცანა. ავღანეთზე თავდასხმით საბჭოთა კავშირი გარიყულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კრემლი მთელი ძალით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იგი მხოლოდ ინტერნაციონალურ დახმარებას უწევდა ავღანელ მშრომელებს. მაგრამ ოლიმპიადის ბოიკოტით საბჭოთა კავშირს ნათლად უთხრეს, რომ მისი მტკიცების არავის სჯეროდა. –1864 წლის 21 მაისს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, სოჭის მახლობლად, კერძოდ კი დაბაკ-ბაადასთან, რუსეთმა ხანგრძლივი კავკასიური ომი დაასრულა და რეგიონი მთლიანად დაუმორჩილა საკუთარ გავლენას. იმავე დღეს მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა კბაადაში, რომელსაც დღეს კრასნაია პალიანა ჰქვია, საზეიმო პარადით აღნიშნა რუსეთ-კავკასიის ომში იმპერიის გამარჯვება. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერია გეგმაზომიერად, მეთოდურად წმენდდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის რეგიონს ადგილობრივი მოსახლეობისაგან. იმპერიის გეგმით თავისუფლების მოყვარე ჩერქესთა ნაცვლად ამ ტერიტორიაზე კაზაკები უნდა ჩაესახლებინათ. რუსეთის მიერ მოწყობილი გენოციდის შედეგად დაახლოებით მილიონი ადიღე გაქრა, ანუ ადიღების მთელი მოსახლეობის დაახლოებით 95%. განადგურდა მთელი ერი. მათი უდიდესი ნაწილი რუსული არმიის სადამსჯელო ოპერაციებს შეეწირა. ვინც გადარჩა, ისინი ოსმალეთში გადაასახლეს. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია, სადაც ჩერქეზები 1000 წლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ადგილობრივი მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა. ჩერქეზთა დეპორტაციისთვის შავი ზღვის სანაპიროზე რუსები სპეციალურ საკონცენტრაციო ბანაკებს ქმნიდნენ. ტუაფსეს მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ასეთ ბანაკში არსებულ ვითარებას თვითმხილველი ასე აღწერს. საშინელი სურათი წარმოგიდგა თვალწინ. ბავშვების, ქალების, მოხუცების გვამებით იყო მოფენილი იქაურობა. ბევრი მათგანი ძაღლებს დაეგლიჯათ. შიმშილითა და დაავადებებით დაუძლურებულ მთიელებს ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირდათ. წაქცეულებს ჯერ კიდევ სულის ამოხთამდე ესეოდნენ მშიერი ძაღლები. ცოცხლებსა და შედარებით ჩამრთელებს მომაკვდავების დახმარება არ შეეძლოთ.
თვით მათი პერსპექტივაც არ იყო დამაიმედებელი, რადგან ოსმალეთისკენ გამგზავრებულებს თუ დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდებოდათ, გემიდან პირდაპირ ზღვაში ღრიდნენ. ასეთი უბედურება, ასეთი მასშტაბით იშვიათად ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ჩერქეზთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სწორედ სოჭის მახლობლად, იმ ტრაგიკული პერიოდიდან 7 წლის შემდეგაც კი ადამიანის ძვლები ეყარა ზღვის ნაპირზე. მამაკაცისა და ქალის თმისგან ყვავები ბუდეს იკეთებდნენ. 7 წელი ზღვა ადამიანის თავის ქალას საზამთროსავით ისროდა ნაპირზე. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით დაახლოებით 3 მილიონი ადიღე დაიღუპა კავკასიური ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში. მიზან მიმართულად გხოცავდნენ და ყვრიდნენ ჩვენი მიწიდან. ნუ თუ ეს გენოციდი არ არის. 140 წელი გავიდა, მაგრამ ადიღეში ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია 500,000-ს. სწორედ სოჭში, იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის იმპერიამ 150 წლის წინ კავკასიელთა გენოციდი მოაწყო, კრემლი 2014 წელს ზამთრის ოლიმპიადის გამართვას აპირებს. სათხილამურო ტრასები შენდება მიწაზე, რომელიც უდანაშაულო ადამიანების საფლავებით არის მოფენილი. რუსეთს დღესაც იმპერიული აზროვნება ახასიათებს, ამიტომ იგი დღემდე არ აღიარებს ჩერქეზთა გენოციდის ფაქტს და ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებს ამ თემაზე. 1914 წელს მეფის რუსეთმა კავკასიის დაპყრობის 50 წლის დავთან დაკავშირებით კრასნაია პალიანაზე საზეიმო აღლუმი ჩაატარა. დღეს პუტინი სწორედ ამ იმპერიულ ტრადიციას აგრძელებს და თავის მენტალურ წინამორბედებზე გაცილებით უფრო მასშტაბურად აპირებს ამ თარიღის აღნიშვნას. 2014 წელს, ანუ კავკასიის დაპყრობის 150 წლის თავს იგი უბრალო აღლუმის ნაცვლად მსოფლიო დონის ღონისძიებით აღნიშვნას გეგმავს. სოჭის ოლიმპიადა რუსეთის მმართველის ვლადიმერ პუტინის პირადი პროექტია. იგი ახალი იმპერიის აღორძინების სიმბოლოა. სოჭი უნდა გახდეს იმის დემონსტრაცია, რომ 90-იანი წლების დროს მუხლებზე დაჩოქილი, დამცირებული და დაშლის პირას მდგომი რუსეთის იმპერია ფეხზე დგება და კვლავ იკავებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიოში. სოჭის ოლიმპიადით პუტინს და მის მხარდამჭერ ძალოვან სტრუქტურებს სურთ დაამტკიცონ, რომ მათი პოლიტიკა წარმატებულია და ქვეყანა სწრაფი ტემპებით ვითარდება. სპორტული თამაშების სოჭში ჩატარებით, პუტინი ცდილობს მსოფლიოს საცნობს, რომ კავკასია მისი გავლენის სფეროა და იგი მთლიანად აკონტროლებს ამ რეგიონში ვითარებას. Olympic Winter Games in 2014 are awarded to the city of Sochi. 2007 წელს გვატემალაში გამართულმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომამ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად რუსეთის ფედერაციის ქალაქი სოჭი გამოაცხადა. ოლიმპიურ კონკურსში გამარჯვებისთანავე კრემლმა სოჭის რეგიონი მშვიდობიანი ზონის ნაცვლად სამხედრო პლაცდარმად აქცია. 2008 წლის ზაფხულში მომავალი ოლიმპიადის ადგილზე კრემლმა საჯარისო ნაწილების კონცენტრაცია დაიწყო და აგვისტოში მეზობელი საქართველოს წინააღმდეგ ფართო მასშტაბიანი შეერაღებული აგრესია განახორციელა. სწორედ სოჭის რაიონიდან შედიოდა საოკუპაციო საჯარისო ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც უამრავი მშვიდობიანი ადამიანის დაღუპვა, დარბევა და ეთნიკური წმენდა მოჰყვა. რუსეთი დაუფარავად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას, რაც ოლიმპიური ქარტიის ყველა ძირითადი პრინციპის უხეში დარღვევაა. ოკუპაციამდე კი წლების განმავლობაში ხელს უწყობდა და ეხმარებოდა საქართველოს სეპარატისტულ რეჟიმებს ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის განხორციელებაში. ეთნოწმენდის ფაქტები დაფიქსირებულია EUTOS 1994, 1996, 1999 წლების სამიტებზე და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებში, ასევე ევროკავშირის საერთაშორისო მისიის მოხსენებაში. ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეზოლუციებში. თუმცა რუსეთის ხელისუფლება უგულებელყოფს ამ გადაწყვეტილებებს.
საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნის მიუხედავად, მოსკოვი უარს აცხადებს შეასრულოს რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიც, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეერაღებული ძალების გაყვანას ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ მცირე ხანში კრემლმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, სადაც ქართველების ეთნოწმენდა განახორციელა, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. ამ ნაბიჯით რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა თავის მენტალურ წინამორბედებს, სტალინსა და ჰიტლერსაც კი გადაამეტა. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია კავკასიური პოლიტიკის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე კრემლი გამუდმებით ებრძვის რეგიონის დამოუკიდებლობისაგან სწრაფვას. რუსული იმპერიის აღდგენის საწყის წერტილს მოსკოვი სწორედ კავკასიას უკავშირებს. პრეზიდენტი პუტინი კარგად აცნობიერებს, რომ რეგიონის დაკარგვით იმპერიის რეანიმაციის იდეა საბოლოოდ დასამართება. You know, when you're talking about the leadership in Russia today, you're basically talking about Vladimir Putin and როდესაც ჩვენ რუსეთის ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აქ იგულისხმება ვლადიმერ პუტინი. And he's a Soviet man. ეს სრულიად აღშკარაა, რომ პუტინს საბჭოთა აზროვნება აქვს. იგი ტიპიური საბჭოთა ადამიანია, რომელიც ძალიან წუხს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო და ამ მოვლენას 21 საუკუნის კატასტროფასაც უწოდებს. მე ვფიქრობ, რომ საბჭოური აზროვნების მქონე პუტინს საქართველოს რუსეთის ნაწილად მიაჩნია. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი მენტალიტეტის ადამიანები. რუსეთის უშიშროების სამსახურისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკითხს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო დაბრკოლებებს უქმნის მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში. რუსებისთვის კი სამხრეთ კავკასიას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს რეგიონი მათთვის პლაცდარმია ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. საქართველოში შემოჭრამდე რუსეთმა კავკასიაში ორი ფართომასშტაბიანი ომი გადაიტანა ჩეჩნეთში. თუმცა ამის მიუხედავად, რეგიონში სტაბილურობას მაინც ვერ მიაღწია. იგი დღესაც დაძაბულობის ზონად რჩება, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს. კავკასიაში თითქმის ყოველ დღე ეწყობა ტერორისტული აქტები და კვლავ მიმდინარეობს შეერაღებული დაპირისპირება რუსეთის ფედერალური არმიის ნაწილებთან. ოლიმპიადის ჩატარების ადგილი პრაქტიკულად საომარი მოქმედებების ზონასთან მდებარეობს. გარდა ამისა, სოჩი პირდაპირ ესაზღვრება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას, სადაც სრულად უკონტროლო ვითარებაა. ტერორიზმი და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა ოლიმპიადის ჩატარებას ბუნებრივად აყენებს კითხვის ქვეშ. საერთაშორისო გამოკვლევების თანახმად რუსეთი ტერორიზმის მხრივ ყველაზე საშიშ ქვეყანათა სიაში მე-10 ადგილს იკავებს. Силы, которые будут препятствовать проведению Олимпиады. ძალები, რომლებიც შეეცდებიან ჩაშალონ ოლიმპიადა, ჩვენ უნდა გამოვავლინოთ და პასუხისგებაში მივცეთ. ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. გარდა ამისა, ყველას მოეხსენება, რომ არის გარკვეული პრობლემები რუსეთის მეზობელ საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. უნდა აღიკვეთოს ნებისმიერი შესაძლო პროვოკაცია. ტერორიზმის გარდა კავკასიის რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეც ემუქრება. რუსეთმა საქართველოსთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ოფიციალურად ჩართო ოკუპირებული აფხაზეთი სოჭის ოლიმპიურ ზონაში და ბარბაროსულად იყენებს მის ტერიტორიასა და ბუნებრივ რესურსებს ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისათვის. აფხაზეთის მდინარეებიდან ინერტული მასალების მოპოვებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ რეგიონს ეროზიის საფრთხე დაემუქრა. ინერტული მასალებისგან დაცლილი სანაპირო ნელ-ნელა კარგავს წყლის შემაკავებელ ფუნქციას, რის შედეგადაც შავმა ზღვამ საერთო ჯამში უკვე მიიტაცა 120 მეტრის სანაპირო ზოლი. ყველაფერი ეს მნიშვნელოვნად ცვლის რეგიონის მიკროკლიმატს და დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოიწვევს შეუქცევად ეკოლოგიურ პროცესებს.
ეკოლოგიური ნორმები ერღვება თავად სოჭის რაიონშიც, სადაც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა დიდ ზიანს მიაყენებს სოჭის ეროვნულ პარკს და მთლიანად მიმდებარე ტერიტორიას. იჩეხება უნიკალური ნაკრძალი, ბინძურდება მდინარეები. რუსეთი უხეშად არღვევს ოლიმპიური ქარტიის წესდებას, სადაც ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ უნდა წახალისდეს პასუხისმგებლობა და ზრუნვა გარემოს დაცვის მიმართულებით. სპორტის განვითარებისას უზრუნველყოფილ იქნეს ეკოლოგიური პრინციპების დაცვა და ოლიმპიური თამაშების ჩატარება ეკოლოგიის მოთხოვნათა შესაბამისად. სპეციალისტების გამოკვლევით ოლიმპიური თამაშების ჩატარება კრემლს 33 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ეს თანხა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება ოლიმპიზმის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული თამაშების ხარჯებს. რუსეთი ნებისმიერ ფასად ცდილობს ოლიმპიადის ჩატარებას, მაგრამ მისი მმართველების მსოფლო მხედველობა მთლიანად ეწინააღმდეგება ოლიმპიური მოძრაობის აღიარებულ პრინციპებს. პუტინის ხელისუფლებისთვის საბჭოთა სისტემა უფრო ახლობელია, ვიდრე ოლიმპიური ქარტია. ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორია, მუდმივად რგუნავს საკუთარ მოქალაქეებს, ზღუდავს დემოკრატიას და სპორტული თამაშების ჩატარებას გენოციდის ადგილას გეკნავს, უბრალოდ არ გააჩნია ოლიმპიადის მასპინძლობის მორალური უფლება. არადემოკრატიული სისტემებისადმი ლოიალური დამოკიდებულება და ოლიმპიური თამაშებით მათი უნებლი ეწახალისება ხშირად უკუშედეგს იწვევს. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი პოზიციის არარსებობის პირობებში პუტინის რეჟიმი ოლიმპიურ თამაშებს მხოლოდ საკუთარი პროპაგანდისათვის იყენებს. ეს პროპაგანდა კი იმპერიული პოლიტიკის ინსტრუმენტია და იმპერიის რეანიმაციას ემსახურება. პუტინს საერთოდ არ აღელვებს ის ათეულობით მილიონი ადამიანი, რომელიც საბჭოთა იმპერიამ იმსხვერპლა. იგი არც მალავს, რომ მისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა იყო. Прежде всего следует признать, и об этом я уже говорил, что крушение Советского Союза было крупнейшей геополитической катастрофой века. But when Putin talks about the catastrophe, როდესაც პუტინმა კატასტროფა უწოდა საბჭოთა კავშირის კოლაფსს, პირველ რიგში მას მხედველობაში ჰქონდა რუსული ნაციონალური იდეა. მას მიაჩნია, რომ რუსეთი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ყველასგან. რუსეთი ძლიერი ქვეყანაა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებით რუსები უფრო კარგად იგრძნობენ თავს. პუტინი იმპერიული ტრადიციების მიმდევარია და ამიტომაც საუბრობს იგი იმპერიის ტრაგედიასა და კატასტროფაზე. დღეს რუსებისთვის სუპერსახელმწიფო სტატუსის დაკარგვა იდენტობის დაკარგვის ტოლფასია. სწორედ ამის გამო აქვს რუსეთს თვისება, იფიქროს ყოველთვის იმპერიულად. perhaps a temperament to think in terms of empire. სოჩი ოლიმპიადის გამართვით მას სურს მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ იმპერია აღმავლობის გზაზეა და კავკასიის ბატონ-პატრონი კვლავ კრემლია. თუმცა წინა საუკუნისგან განსხვავებით, საბედნიეროდ დღეს საერთაშორისო საზოგადოებას უკვე კარგად ესმის, რომ ტოტალიტარული რეჟიმების აღორძინება მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს. სხვაგვარი ვითარება უკვე თვით კავკასიაშიც. სულ უფრო ძლიერდება ერთიანობის სულისკვეთება, რასაც მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების ფაქტი და რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის მახლობლად ჩერქეზთა გენოციდის მემორიალის გახსნა. მოხარული ვარ, რომ ასრულდა ყველა ადიღეელის ოცნება. საქართველომ ჩვენი ხალხის გენოციდი აღიარა და ამჟამად უკვე გადაწყვიტა უკვდავყოს დაღუპული ჩერქეზების ხსოვნა. ამ მემორიალს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის გააერთიანებს ადიღეელებს და ყველა იმ კავკასიელს, ვინც გულგრილი არ არის ჩვენი ტრაგედიის მიმართ. ოლიმპიადის გამართვა მით უფრო კავკასიის ტერიტორიაზე უნდა ემსახურებოდეს არა მცირე რისხოვანი ხალხის გენოციდის შედეგად დაპყრობილ მიწაზე იმპერიული ამბიციების მორიგ დემონსტრირებას, არამედ შადენილ დანაშაულთა აღიარების
ურთიერთმდობისა და თანადგომის სულისკვეთების დამკვიდრებას. ოლიმპიადა ხომ მშვიდობის სიმბოლოა და ოლიმპიური იდეა უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს ეფუძნება.